მეგობრებო, დმანიში დადგმული ის რაღაც საშინელება, რომელიც თვითონ თამარ მეფე იყო, აიღეს როგორც რადიომარნეული წყობინება. ანუ საქართველოში ამხელა აჟიოტაჟი ატყდა, ხო? ხალხის რეაქციამ თავისი შედეგი გამოიღო. კოცბამ უკან დაიხია და აიღო ეს ეგრეთ წოდებული ქანდაკება. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხალხს დიდი ძალა აქვს, ხო? ეს ხო შემთხვევით არ ხდება, ახლა მეგობრებო, მარტივად რო ახსნა ჯერ შეიქმნა რაღაცა ესკიზი, ხო? როგორც ამბობენ, თვითონ მერიის თანამშრომელი იყო ის ვიღაცა უბედური, ვინც შექმნა ეს ესკიზი. ანუ დმანისის მერიის თანამშრომელი და გაუსწორეს ტიპებო, რა კაი ბიჭი ხარ, აგე საქართველოს პატრიოტული თამარი, მე რა ჩიპი არა აქვს, თუ აქვს გამოჩენილი პანტალონები აცია, ეგეც არაფერი. მოკლედ გაატარეს და დაამტკიცეს ანუ ეს პროექტი, ხო? ასე ხდება. ვიღაც გიჟი შეიძლება დარბის რაღაცას ხატორობს, ანუ მოქანდაკეობს, მაგრამ ეს ხო არა საკმარისი პირობა იმისათვის, რომ ყველგან მისი ქანდაკებები დაედგას მით უმეტეს დმანისის მუნიციპალიტეტის სახელით, ხო? და ქოცება დაამტკიცეს. მე ეჭვმეპარება და ალბათ დარწმუნებულიც ვარ იმაზე, რომ ეს ცენტრალურ ხელისუფლებასთანაც იქნებოდა შეთანხმებული იქიდან გამომდინარე, რომ ასე დმანისის მერია თავისი ნებით ვერ დადგამს ხოლმე მაინც ქანდაკებებს არა აქვს საქართველოში ესეთი ადგილობრივი თვითმმართველობა და უფლებები თვითმმართველური, რომ საკუთარი ნებით გადაწყვიტონ თუნდაც ქალაქის ცენტრში რომელიღაც ქანდაკების დადგმა. აი ასე ეს ქოცების შემოქმედება არის, ანუ იმის თქმა მინდა. ასე გადაწყდა ეს საკითხი და ახლა როცა ხალხის სახშფოთება გამოიწვია ამ იდიოტობამ და პირდაპირ მნიშვნელობით თამარ მეფის შეურაცხყოფამ, რა ვიცი, მე რამდენჯერმე საპატრიარქოსაც მოუწოდე, რომ გაეღვიძათ, რა ვიცი, ქშიოს და ჯაღმაიძეს და აქედან გამომდინარე შეიძლება ესეც იყო ერთგვარი ტრიგერი საიმისოდ, რომ ამ ყველაფერს შესაბამისი შედეგი დამთავრებულიყო, მოკლედ ეს ყველაფერი. აი ამის თქმა მინდოდა ამ გვიანი ჩართვისთვის და კიდევ ვიცოდეთ, მეგობრებო, ამას ნიშნავს ეს, რომ ხალხის მოქმედება და ხალხის რეაქცია არის გადამწყვეტი. ამისთანა უდღეურ და უბადრუკ და, რა ვიცი, გაბლიკვებულ და ცივ გულიან ხელისუფლებასაც კი უწევს ანგარიში გაუწიოს ხალხისთვის. გაავრცელეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, ბევრი ობიექტური სიახლე რომ იცოდეთ